გვეუბნებიან რომ ევროკავშირს და ევროპას თურმე აქ უნდა რომ რაღაც გადატრიალება მოხდეს, რევოლუცია მოხდეს და ასე შემდეგ. უბრალოდ ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ და არც პასუხი მინდა უბრალოდ რიტორიკულ კითხვებს დავსვამ. ჩრდილოეთ ნაკადი, რომელიც მუშაობდა ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც იყო დამაკავშირებელი და 70 მილიარდი ტვირთბრუნვა იყო ამ ნაკადში, რომელიც გადიოდა სრულად რუსეთზე და საკმაოდ მოსახერხებელი ბიუროკრატიისგან თავისუფალი კარგი სივრცე იყო რუსეთისთვის, ბიუროკრატიის ქთამის და შემდეგ იყო უბრალოდ ერთ ქვეყანაზე გადიოდა და მარტივი იყო, მასზე მოდიოდა დაახლოებით 70 მილიარდი ბრუნვა, რაშიც რუსეთმა უდიდესი ფული ჩადო, მილიარდები დოლარი ჩადო ინფრასტრუქტურაში და როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ეს ჩრდილოეთ დერეფანი ეგრეთ წოდებული ფაქტობრივად განახევდა და კიდევ უფრო შემცირდება მისი ბრუნვა. შუა დერეფნის როლი გაიზარდა, როლი კი არა, ათჯერ არის შუა დერეფნის, რომელზეც საქართველო გადის, მისი მნიშვნელობა, ესე ვთქვათ, გაზრდილი და ათჯერ არის ტვირთბრუნვა გაზრდილი. შესაბამისად, შემოსავლები. ეს მოხდა იმის შედეგად, რომ ევროკავშირმა დაუწესა სანქციები რუსეთს, ჩრდილოეთ დერეფნის ჩაკეტვა გადაწყდა და გააწყდა, რომ ნაკადები წავა შუა დერეფნით და სამხრეთ დერეფნით. ბრუნვა ჩინეთიდან ევროპაში ფაქტობრივად საქართველოზე გადის და ამის შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც რა თქმა უნდა მივესალმებით. ამიტომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში დაუცილებლად და ზუსტადაც რომ ზუსტად აი ამიტომ უნდა იყოს. ხო მეთანხმებით ყველაფერს ეს ლაპარაკობ. კი, და ეს ხო მეთანხმებით ამ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. დესტაბილიზაცია უნდა ამ რეგიონში ევროკავშირს, რომელიც ევროკავშირს და ჩინეთს უნდა ამ რეგიონის დესტაბილიზაცია, რომელიც გადის ეს მარშრუტი, რომელიც არის ალტერნატივა, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ და ყველაფერი რაც ხდება ეს ჩინეთზე რატო ამბობთ ეგეთ რაღაცას? ჩინეთზე არა, თქვენ ამბობთ ევროკავშირს უნდაო და იგივე ლოგიკაა ზუსტად. ჩინეთის და ევროკავშირის ორივეს უდიდესი ინტერესია რომ ამ ქვეყანაში ერთადერთ მარშრუტზე რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ალტერნატივა და თუ ვინმეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება უნდა ერთადერთი გზა არის რომ აქ იყოს მშვიდობა და მხოლოდ ეგ შეიძლება იყოს ინტერესი ორი უდიდესი ეკონომიკის და გეოპოლიტიკის და ამ დროს ეს არის კიდე რუსეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მარცხი ერთდროულად რომელსაც ვერ ეგუება და ვერ შეეგუება